გუდაურში სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები გაიმართა, ახალგაზრდები ერთმანეთს პეინტბოლსა და თოვლის რაგბიში ეჯიბრებოდნენ. ასევე დაჯილდოვდნენ ფოტოკონკურსის გუდაურას გამარჯვებულები. ღონისძიება თბილისის მერიის ახალგაზრდული სამსახურისა და გუდაურის ფონდის განვითარების ორგანიზებით გაიმართა. გამარჯვებულებმა სპეციალური საჩუქრები და პრიზები მიიღეს. სპორტული და შემოქმედებითი კონკურსები საქართველოს ყველაზე პოპულარულ ზამთრის კურორტზე. შაბათ-კვირას გუდაურში გასართობი ღონისძიებების გარეშე არ ჩაუვლია. სანამ გუნდები სხვადასხვა სპორტულ სახეობებში შესაჯიბრებლად ემზადებოდნენ, Red Bull-ის გუნდი დამსვენებლებს სახალისო თამაშებითა და მუსიკით ართობდა. ერთი დღით სპეციალურად გუდაურში ჩასული ტურისტებისთვის პეინტბოლი თოვლში გადმოიტანეს და სპეციალური ლაბირინთები ყინულისგან ააგეს. რაგბის მოყვარულების შერკინება კი თოვლიან მოედანზე შედგა. ღონისძიებების ორგანიზატორების განმარტებით, ეს აქტივობები განახლებულ გუდაურში უფრო მეტ ახალგაზრდა დამსვენებელს მოიზიდავს. ძალიან სახალისო იყო, ძალიან ბევრი ახალგაზრდა იყო ჩართული აღნიშნულ ღონისძიებაში და ვფიქრობ, რომ მსგავსი ტიპის აქტივობები ხელში უწყობს უფრო მეტ პოპულარიზებას გუდაურის. თბილისის მერიის ახალგაზრდული სამსახურისა და გუდაურის განვითარების ფონდის ორგანიზებით სამთო სათხილამურო კურორტზე ფოტოკონკურსის გამარჯვებულებიც დააჯილდოვეს. გუდაურა 2012-ის ექსპოზიციაში კურორტზე გადაღებული ყველაზე სახასიათო ფოტოები მოხვდა. გამარჯვებულებმა პრიზებთან ერთად სიგელებიც მიიღეს. ჩვენ გამოვავლინეთ სულ 5 გამარჯვებული, რომლებიც დავაჯილდოვეთ გუდაურში და გადავეცით სხვადასხვა პრიზები. ეს ამბობის შესახებ გავიგე გუდაურის განვითარების ფონდის საიტიდან. გამომართა მოვიგე და რა ვიცი, სტიმულია. შემთხვევით გადაღებული ფოტო მოხდა ჩემი. თბილისის მერია და გუდაურის განვითარების ფონდი გუდაურის მოყვარულებს და დამსვენებელს თავაზობს მრავალფეროვან ღონისძიებებს. მეონდელი დღეს არის მაგალითი ამისა, ჩვენ დავაჯილდოვეთ რამდენიმე კონკურსის გამარჯვებული, ფოტოკონკურსის გამარჯვებული, შემდგომში მოყვარულთა შეჯიბრების გამარჯვებულები. გუდაურის განვითარების ფონდი და თბილისის მერია მსგავს აქტივობებს ორგანიზებას მთელი სეზონის მანძილზე უკეთებენ. ამიტომ გუდაურში სრიალის გარდა ტურისტებს გასართობი ღონისძიებებიც იზიდავს. ცნობილი მომღერლები და ახალი სიმღერების პრეზენტაცია ტიფლის ბიზნეს ცენტრში